ეს იყო ბათუმში ჩემი და რომელიც კარგად ვღერის იყო 15 წლის და გოგის ფანი იყო რა. ხო და ნუ ხო გოგის ფანი ვინ არის ხო თქვენ დუეტებზე გაზრდილი და მთელი ამბები და ბიჭო ერთხელო ცხოვრებაშიო ერთხელო ბილეთი მიყიდეთო ამ კაცის კონცერტზე და ლაივში მომასმენინეთო რა ჩემი და მეუბნება რა გვეუბნება ბათუმში ცხოვრობთ რა 90-იანი წლებია თუ რა ვერ იშოვეს ბილეთი გოგის კონცერტზე და ჩემი და ჩაიკეტა ოთახში პროტესტის ნიშნად არ ჭამს არ სვამს არაფერ თქვენ რანაირი ბათუმელები ხართ ბათუმში ბილეთი ვერ აიღეთ და გოგის ერთხელ საშუალება და რაღაცა და ისა და ნუ მოკლედ პროტესტია სერიოზული სახში რა მთელი ამბები იქეთ ხვალ არის კონცერტი ხვალ გოგის არ ვიცნობთ არავინ რა საერთოდ აზრი არა ვარ და ბებია ჩემი და ჩემი და არის სახლში და ბებია ჩემ მხოლოდ ბებია ჩემის მიწოდებულ საჭმელს ჭამს გასაგებს ბებიას ხათრით რა ასე პროტესტია სერიოზული და საღამოს 11 საათია და კარებზე ზარია გამული. გავაღეთ კარი გოგი. ვაიმე. ხოდა ბიჭო ბებია ჩემს ყვა გაგიჟდა ხალე რა გოგი რა შუაში ანანო აქ ცხოვრობსო? არ გადავეცი. კითხულობს ხო? კიო ბებია ჩემო კიო. დამიძახეო. მივიდა ანანოს და გოგი აფოსული ეს ხო საერთოდ გაგიჟდა. ხვალო ის ხო გამოვიდა. პირადად მე გპატიჟებო? არა. ხვალ მე და შენო დუეტითო დავხურავთ ამ კონცერტში. კარგი. და ამღერა დუეტი თავისთან. გასლაბარი. ეს პატარა ლაწირაკი ბავშვი. ხო, მაგრამ სადღაც ქონია ჩვენი ნამღერი მოსმენი. აა. ჩემი და ჩემი დის დუეტი.